სალამი მაყურებელს. გამოკითხვაშიც გთხოვთ რომ მიიღოთ მონაწილეობა. იაქტიუროთ კომენტარებში თქვენი აზრი გამოხატოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ორბანის დამარცხება და მადიარის თუ მაგიარის გამარჯვება გუშინდელ. თან ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენლობა ეყოლება უნგრეთის მომავალ პარლამენტში, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობასაც გამოკრან ხელი. და ეს დადებითია საქართველოსთვის უარყოფითი თუ ნეიტრალური ეს აზრი გამოხატეთ ჩვენ გამოკითხვაში და გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. საკე ხა ჩვენ ამერიკაში ვართ და ჩვენ უფრო მოგვიხერხდა ესე რომ ვთქვათ ეთერში ყოფნა საქართველოში გასაგები მიზეზების გამო ვიცით სადაც არიან ჩვენი სპიკერები და როგორც. ამიტომ ჩვენი აზრი ვთქვათ, უნდა გაგვიხარდეს თუ არ უნდა გაგვიხარდეს და მაყურებელმაც თავისი აზრი გამოხატოს. ჩემი აზრით ძალიან კარგი რაღაც მოხდა. და მეორე გზადაგზა ნელ-ნელა გავარკვიოთ ეს რამდენად ფუნდამენტურად შეცვლის მაგალითად უნგრეთის პოლიტიკას, რამდენად ეს ფლატბაქელაზე გასახარებელი აღმოჩნდება უკვე პრაქტიკაში. რას ფიქრობ შენ? რეზი, აი ესეთ მინდა, მე მინდა ეს ფიქრობდია გადაცემისი რა, როგორ გვეთქვა და რა გვეთქვა და უცბად ესეთი აზრი გამიშთა, რომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენთვისაც, მათ შორის დარიოსთვის დავაფიქსიროთ რაღაცნაირად პოზიციას, დამოკიდებულებას და ცოტა გავარკვიოთ ჩვენი აუდიტორიაც, იმიტომ რომ გაუთავებელი ის არის რა, ესე იგი ქრისტიანულად აღდგომაზღია და კი არის რომ არ უნდა შევაფასოთ და არ უნდა განვიკითხოთ ერთმანეთი, მაგრამ გაუთავებლად სახელებს ვარქმევთ, ხო? ტრამპისტი, ანტიტრამპისტი, ოცნებისტი, ქოცი, ნაცი, რაღაც ესე იგი თლაც ყოველდღიურობაში ჩვენ ქრისტიანობას ვერ ვამტკიცებთ და ერთ კარგი საშუალებაა, მე მგონი ამისი. რატო? ეხლა რას ვამბობ? მოდი ეს მარტივი კითხვები რომ დავსვათ. თან მათემატიკოსი ხარ და ეს 60-ის კითხვებით რომ ჩამოყავი აღალიბოთ რა. კარგია თუ არა ის რაც მოხდა უნგრეთში ორბანის დამარცხება თუ დამარჯვება. პირველი ხა თუ რაღაცა ლოგიკას მიყვებით რა თვალსაწერი და რა თვალსახედვით. ვისი გადმოსახედა ორბანისთვის ნამდვილად არ არის კარგი ორბანის დამარცხება, ხო? მაგრამ საქართველოსთვის კარგია თუ არა? მოდი ჯერ მარტივად კითხოთ. ჩემი აზრით ძალიან კარგია. რატომ მე ვინდეს უკრაინისთვის კარგია თუ არა? ჩემი აზრით ძალიან კარგია. მისთვის უნგრეთისთვის თვითონ კარგია თუ არა? ჩემი აზრით ვამბობ რა, ყველასთვის ძალიან კარგია. ევროპისთვის კარგია თუ არა? კი, კარგია. ამერიკისთვის კარგია თუ არა? ეხლა მინდა ორნაირი პასუხი დავუწევ. ჩემი აზრით ამერიკისთვის, როგორც ქვეყნისთვის, როგორც მომენტში ძალიან კარგია. ადმინისტრაციისთვის კარგია თუ არა? ეს ცალკე გადავდოთ რა, არ ვიცი, მე რა ვიცი. მან კიდე ცალკე კითხვები მაქვს. ეს უბრალოდ აი მარტივი პასუხები რომ ჩამოვაყალიბო რა. და ჩემი პოზიცია ესეთია. ორბანის გამარცხება კარგია, მეცაც გეტყვი პუტინი სადაც დამარცხდება. სადაც კუდით ხوار სასრულებელი ყველგან კარგია, მხოლოდ კარგია და მეტი არაფერი. და დანარჩენი რატო ნიუანსები გავარჩიოთ. ყველა სიტყვას მოვაწერ ხელს, რაც აქამდე თქვი, რომ ეს თვითონ ევროკავშირისთვის კიდე დავამატოთ ერთი, ანუ ევროკავშირში რომ არ იყოს შიგნით ვინმე ამრევი, ან შედარებით ნაკლები ამრევი ყავდეთ. მაგისთვის კარგია და უფრო მეტი საშუალება ექნება, მეტი მოქმედების არეალი ექნება ევროკავშირს და ეგაც აი ეს დეტალებში შევიდეთ აუცილებლად და მეორეს ვიტყვი. ახლა ჩვენ იმაზე რა ქვია, პოზიციონირებას. მე მგონი ძალიან კარგად გამოვჩდით ახლა რა. ტრამპისტებს კი გვეძახიან, მაგრამ ჩვენი პოზიცია რა არის? საქართველოს ტრამპი ამ შემთხვევაში მოდი ეს ყოველგვარი აქცნა განმარტებების და იმის გამში ადმინისტრაცია ფსონის სწორ რამეზე დადო? მე მგონი არასწორ რამეზე დადო, ჩემი აზრით. თავისი მოსაზრებები და თავისი მიზნებიდან გამომდინარე იმათ იციან, ვერ შევეჯიბრებით. მაგრამ კონკრეტული დამოკიდებულება ეს ანტიტრამპისტებს ამჯერად ვაჯობეთ, რატო იცი? როდესაც იწვა და სულ არაფერს დანახვა არ უნდა. მე ჩემი თვალსაზრისით დანახვა მინდა. ტრამპი მაგალითად პიროვნულად საერთოდ აი არ ვიცი რა გითხრა, არც მინდა მაგაზე ლაპარაკი. მოვლენები უნგრეთის მიმართ დამოკიდებულება ჩემთვის მისაღები იყო არა. ჩემთვის მიუღებელია და არასწორია და არ მომწონს. ირანში რასაც აკეთებს, სწორია თუ არა? კი, სწორია.
ჩემთვის მისაღებია და არ მომწონს. იმას რა ქვია, სირიაში რაც მოხდა, მომწონს თუ არა, მომწონს. ვენესუელაში რაც მოხდა, მომწონს თუ არა, მომწონს. სომხეთ აზერბაიჯანში რა მოხდა, მომწონს თუ არა. აი ესე გავარკვიოთ რა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა, თუ ტრამპია ეს თუ რუბიოა თუ ჯიდეივენსია, მაგას რამდენად მნიშვნელობა აქვს, მე მგონია რომ არასერიოზულია.